ჩვენი უმაღლესი მეს კონცეფცია შესაძლოა ჩვენი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მრავლის მომცველი ასპექტი იყოს. ერთი შეხედვით იმის რწმენა, რაც უშუალოდ არასდროს გამოგვიცდია, შეიძლება არატრადიციულად ან წარმოუდგენლადაც კი მოგვაჩვენოს. თუმცა მოდით ამ საკითხს ოდნავ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ. რა მოხდება თუ კი თქვენი უმაღლესი მე თქვენთან დაკავშირებას შეუმჩნევლ ფაქიზის სიგნალებით ცდილობს? წარმოიდგინეთ ის უსაზღრო შესაძლებლობები, რომლებიც ამ იდეის შესწავლისას იშლება ჩვენ წინაშე. იფიქრეთ თქვენს უმაღლეს მეზე როგორც უხილავ თანამგზავრზე, რომელიც სულ რაღაც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი რჩება ჩვენი რთული და დატვირთული ყოველდღიურობის ფონზე. ის მოთმინებით ელის ჩვენგან აღიარებას, მაშინ როცა ჩვენი ყველაზე ფარული სურვილები მისი უხმო მეგზურები არიან და მიგვიძღვებიან იმ აღმოჩენებისკენ, რომლებიც ჩვენს ფიზიკურ შეგრძნებებს ცდება. დაფიქრდით იმ ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ განზომილებებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ადამიანურ გამოცდილებას. ეს სამი განზომილება განუყოფლადაა ერთმანეთში გადაჯაჭვული და ცხადი თუ შეუმჩნეველი გზებით ზემოქმედებს ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ ერთიანობის იგნორირება, ის მაინც ჩვენში ბინადრობს და აღალიბებს ჩვენს რეალობას. მაგრამ სინამდვილეში რა სურს ჩვენს უმაღლეს მეს ჩვენგან? მე მჯერა, რომ მას წყურია უფრო მეტად ვაცნობიერებდეთ ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს. ის ცდილობს გამოაღვიძოს ჩვენი ცნობიერება იმ ენერგიების მიმართ, რომლებიც განსჭვალავს ჩვენს გარემოს. რადგან ამ კავშირის გარეშე როგორ უნდა გავარჩიოთ რა არის სასარგებლო ან საზიანო ჩვენი შინაგანი ენერგიისთვის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, ამ სულიერ მოგზაურობაში, რათა ჩავწვდეთ ჩვენი უმაღლესი მეს საიდუმლოებებს. ჩვენ ერთად ამოვხსნით იმ იდუმალ სიგნალებს, რომლებსაც თქვენი უმაღლესი მე იყენებს თქვენი ყურადღების მისაპყრობად. მოდით დავიწყოთ პირველი ნიშნით. ეს არის მკვეთრი და ცხადი სიზმრების სამყარო. ასეთი სიზმრები გონების უბრალო, ღამის ხეტიალი როდია. ისინი უმაღლესი განზომილებიდან მომავალი კომუნიკაციის ღრმა არხს წარმოადგენენ. როდესაც უმაღლეს განზომილებას სურს გადმოგვცეს მესიჯი, ნიშანი ან თუნდაც რბილი გაფრთხილება, ის ამას სწორედ ჩვენი სიზმრების მეშვეობით აკეთებს. ასე რომ, აღიქვით თქვენი სიზმრები, როგორც ხიდი თქვენს მიწიერ და უმაღლეს მეს შორის. ამ კავშირისას შესაძლოა წააწყდეთ მოვლენებს, რომლებიც ცდება წარსულის, აწმყოსა და მომავლის საზღვრებს. ეს სიზმრები არის ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ თქვენი უმაღლესი მე ძალისხმევას არიშურებს თქვენთან დასაკავშირებლად. მაგალითად, როდესაც თქვენი სიზმრები ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში, ისინი ემსახურება როგორც პირდაპირ გზავნილს თქვენი სულისგან. ეს არის მოწოდება, რომ გამოკვებოთ თქვენი ვნებები და იაროთ წინ. ახლა კი გადავიდეთ მეორე ნიშანზე. ნიშანზე, რომელიც იმდენად ფაქიზი, თუმცა ამავდროულად იმდენად ღრმაა, რომ აქამდე შესაძლოა შეუმჩნეველიც კი დაგრჩათ. ეს არის საკუთარი თავის სხვების ცხოვრებაში არეკლის ფენომენი. ყოფილხარ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა ვიმნეს ესაუბრებით და აღმოაჩენთ, რომ თქვენი სიტყვები და ქმედებები თითქოს სრულ სინქრონშია მასთან, თითქოს ერთსა და იმავე აზრს იზიარებდეთ. წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ორი მეგობარი საუბრობს და ერთის სიტყვები მეორესას ეხმიანება. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ისინი ერთი საზიარო ცნობიერებიდან საუბრობენ. ეს ჩემო ძვირფასო მეგობარო, არეკლის არსია და უმაღლესი მეს კომუნიკაციის ერთ-ერთი ნიშანია. თუ კი სხვა ადამიანებთან საუბრისას ამ ფენომენს განმეორებით განიცდით, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენი უმაღლესი მე თქვენთვის შეტყობინებების გადმოცემას ცდილობს. ამ გზავნილების სრულყოფილად მისაღებად და გასაანალიზებლად აუცილებელია სიმშვიდის წუთების შექმნა. ამ წყნარ მომენტებში თქვენ შეძლებთ გააღრმავოთ კავშირი საკუთარ სულთან, რაც საშუალებას მისცემს მის სიბრძნეს გაგიძღვეთ სულიერ მოგზაურობაში. მესამე ნიშანი კი ის არის, რაც თითოეულ ჩვენგანში ბინადრობს. ინტუიცია,
თქვენი ინტუიცია არის ჭეშმარიტებისა და მიმართულების შუქურა. ძვირფასი კომპასი თქვენი ცხოვრებისეული მოგზაურობისთვის. მისი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი თვისება არის უნარი, მოგვაწოდოს გაფრთხილებები მოვლენების განვითარებამდე. მაგალითად, წარმოიდგინეთ ერთი ჩვეულებრივი სცენა. დატვირთულ დილას სამსახურისკენ მიემართებით. მეტროს მოლოდინში ოფისში მისასვლელად ორი ალტერნატივის წინაშე დგახართ. ჩვეული მარშრუტი და ალტერნატიული გზა, რომელიც უფრო მოკლე, მაგრამ ნაკლებად ნაცნობი გეჩვენებათ. ერთი წამით ყოფმანობთ თუ რომელი გზა აირჩიოთ. ამ დროს ვლინდება დისკომფორტისა და ინტუიციის მსუბუქი შეგრძნება. რაღაც თქვენ შიგნით გკარნახობთ, რომ ნაკლებად ნაცნობი მარშრუტის არჩევა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება. გადაწყვეტთ ენდოთ ამ გრძნობას და ირჩევთ გზას, რომლითაც ჩვეულებრივ არ დადიხართ. ოფისს რომ უახლოვდებით, იგებთ ახალ ამბავს მოულოდნელი ინციდენტის შესახებ, რომელიც თქვენს ჩვეულ მარშრუტზე, იმ გზაზე მოხდა, რომელსაც ყოველდღე იყენებთ. ავტოსაგზაო შემთხვევამ გზა ჩაკეტა, რამაც მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნა მათ, ვინც ეს გზა აირჩია. თქვენმა ინტუიციამ ამ ახალ მარშრუტზე თქვენი წაყვანით არამხოლოდ აგარიდათ თავიდან დაბრკოლებები და იმედგაცრუება, არამედ ხელი შეუწყო თქვენი სამუშაო დღის მშვიდ და ეფექტურ დაწყებას. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ინტუიციას გაგვიწიოს მეგზურობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს კეთილდღეობას. ის მოქმედებს როგორც შინაგანი სიბრძნის შუქურა, რომელიც სწორი მიმართულებით მიგვიძღვის მიზნების მისაღწევად და ზედმეტი დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ინტუიცია ემსახურება როგორც მაცნე, რომელიც წინასწარ მეტყველებს პოტენციურ მოვლენებსა თუ მომავალ სიტუაციებს. მას შეუძლია შემოგთავაზოს მითითებები კონფლიქტების მოსაგვარებლად ან წარსული პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ გახსოვდეთ, მაშინაც კი თუ თქვენი ინტუიცია მიგიყვანთ ისეთ შედეგამდე, რომელიც შესაძლოა არც ისე წარმატებული ჩანდეს, ის გთავაზობთ ფასდაუდებელ გაკვეთილებსა და ზრდის შესაძლებლობებს. ასე რომ, თვითშემეცნებისა და სულიერი გამოღვიძების ჩვენს გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ბრძნული არჩევანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შვენი ინტუიციის მოსმენაა, რადგან ის არის სანდო თანამგზავრი, რომელიც მიგვიძღვის უფრო ღრმა გაგებისა და სრულყოფის გზაზე. მეოთხე ნიშანი არის ფენომენი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება დამაბნეველიც კი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ღრმა სულიერ მნიშვნელობას ატარებს. ეს არის ადამიანების მოულოდნელი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში. თითქოს სამყარო თავად ახდენს ამ ადამიანების მოსვლის ორკესტრირებას, ზუსტად მაშინ, როცა დახმარება ან გზის ჩვენება გვჭირდება. ეს პიროვნებები უბრალო შემთხვევითი გამვლელები არ არიან. ისინი კონკრეტული მიზნით არიან ჩვენთან გამოგზავნილნი. მათი არსებობა ჩაქსოვილია იმ სინქრონული მოვლენების ქსელში, რომლებიც ჩვენი ცხოვრების გარშემო ვითარდება. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ თავი აარიდოთ ან გაექცეთ მათ, დაფიქრდით ამ კოსმიური დიზაინის სილამაზეზე. სამყარო თავისი უსაზღრო სიბრძნით აღიქვავს იმ მომენტებს, როდესაც მხარდაჭერა გჭირდებათ. ახლა განვიხილოთ მეხუთე ნიშანი. ფიქრების სამყარო. ჩვენი ფიქრები არ არის უბრალოდ შემთხვევითი ანარეკლი. ეს არის არხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი უმაღლესი მე კომუნიკაციაში შემოდის ჩვენთან. ის აზრები, რომლებიც თქვენს გონებაში გადის, აყალიბებს იმას, თუ როგორ აღიქვავთ და პასუხობთ გარშემო არსებულ სამყაროს. სწორედ ჩვენი უმაღლესი მე ნაზად გვიბიძგებს პოზიტიურ აზროვნებისკენ, წაგვახალისებს, რომ შევიცნოთ ჩვენს ცხოვრებაში არსებული კავშირების მნიშვნელობა და ფასი. ჩვენს აზრებზე გავლენას ახდენს ჩვენი შინაგანი ემოციები და სულიერი რწმენა, რაც ქმნის ენერგიების ღრმა ურთიერთქმედებას. არსებითად, ჩვენი ფიქრები არის კომუნიკაციის საშუალება ჩვენს შეგნებულ გონებასა და უმაღლეს მეს შორის, რომელიც ცდება რაციონალურ გონებას და დაკავშირებულია ჩვენს სულიერ არსთან. ამ კავშირის კულტივირება მოიცავს ისეთ პრაქტიკებს, როგორიცაა მედიტაცია, თვითშემეცნება და გაცნობიერებულობა, რაც საშუალებას გვაძლევს წვდომა მივიღოთ შინაგან სიბრძნეზე, რომელიც მიგვიძღვის სულიერი მოგზაურობისა და ცხოვრებისეული მიზნის ძიების გზაზე.
ჩვენი ფიქრები გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ ჩვენი საკუთარი ცხოვრება, ქმედებები და გამოცდილება. თვითანალიზის ეს პროცესი გვეხმარება გავიგოთ ჩვენი უღრმესი ფასეულობები, რწმენა და სურვილები, რომლებიც ჩვენი უმაღლესი მეს მნიშვნელოვანი ასპექტებია. ზოგჯერ ჩვენი ფიქრები იღებს ინტუიციისა და გამჭრიახობის ფორმას, რომელთა ახსნა მხოლოდ ლოგიკით შეუძლებელია. ეს ინტუიციური გაელვებები შეიძლება იყოს მესიჯები ჩვენი უმაღლესი მესგან, რომლებიც გვიბიძგემს იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისკენ, რომლებიც თანხვედრაშია ჩვენს ჭეშმარიტ მიზანსა და გზასთან. ამგვარად, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი აზრების ღრმა დაკვირვებისა და გაგების უნარს. ასე რომ, გონების დამშვიდებითა და აწმკოსთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო ღრმა შინაგან სივრცეს, სადაც ჩვენი უმაღლესი მე ბინადრობს. ჩვენი კრეატიული და შთამაგონებელი აზრები ჩვენი არსების უღრმესი ნაწილიდან მომდინარეობს და ამ შთაგონებების მიყოლით შესაძლოა პატივს მივაგებთ ჩვენს უმაღლეს მეს და ხელს უწყობთ ჩვენს სულიერ ზრდას. როდესაც ვისწავლით ჩვენი ფიქრების ყურადღებით მოსმენას, შევძლებთ განვასხვაოთ ეგოისტური გონებიდან მომდინარე აზრები, როგორიცაა წუხილი, შიში და ეჭვები, იმ ფიქრებისგან, რომლებიც ჩვენი უმაღლესი მესგან მოედინება, როგორიცაა ინტუიცია, მეგზგურობა და უპირობო სიყვარული. შინაგანი მოსმენის ეს უნარი გვეხმარება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას. შემდეგი ნიშანი არის ჩვენს ცხოვრებაში არსებულ გარკვეულ ინდივიდთან დაშორება. როდესაც ჩვენ ვადგებით ზრდისა და თვითაღმოჩენის გზას, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, ახლა თითქოს უკან გვხევს. რატომ ხდება ეს? შეიძლება იკითხოთ თქვენ. პასუხი თქვენი უმაღლესი მეს ევოლუციაში იმალება. დროთა განმავლობაში, როდესაც იღებთ ვალდებულებას, გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, იწყებთ უფრო პოზიტიური და მდიდარი ურთიერთობების მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში. პოზიტივისკენ მიმართულ ამ მაგნიტურ მიზიდულობას შეუძლია მიგვიყვანოს გარკვეული ადამიანებისგან ეტაპობრივ დისტანცირებამდე. რაც ყველაზე მომხიბლველია, არის ის, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მსგავს ტრანსფორმაციას განიცდიდეს და ეს ორმხრივი განშორება შეიძლება მოხდეს ყოველგვარი მტრობისა თუ ბოროტი განზრახვის გარეშე. თქვენ შეამჩნევთ, რომ იწყებთ დაკავშირებას იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენსავით აზროვნებენ, ადამიანებთან, რომლებიც ახალისებენ თქვენს პიროვნულ ზრდას და მხარს უჭერენ თქვენს გზას. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ განშორება შეიძლება საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყოს. მას შეუძლია გააღვიძოს კომპლექსური ემოციები და შექმნას შინაგანი არეულობის განცდა. თუმცა, ასეთ მომენტებში გადამწყვეტია შეინარჩუნოთ საღი გონება და ენდოთ თქვენი უმაღლესი მეს მეგზურობას, რომელსაც მიყავხართ უფრო დიდი სისრულისა და ჰარმონიის გზაზე. მეექვსე ნიშანი გახლავთ ჩვენი ემოციების ინტენსივობა. თუ ხშირად აღმოაჩემთ საკუთარ თავს ძლიერ, ღრმა ემოციებში ჩაძირულს, ეს შესაძლოა ნათელი ნიშანი იყოს იმისა, რომ თქვენი უმაღლესი მე თქვენთან დაკავშირებას ცდილობს. როდესაც მიისწრაფით უმაღლეს მესთან კავშირისკენ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ემოციების მთელი სპექტრი, როგორც დადებითი, ისე რთული განცდები. ეს ემოციები თქვენს ცნობიერებაში შეიძლება გამოვლინდეს როგორც მძლავრი ტალვები. ისინი შეიძლება მოიცავდეს სევდის, სიხარულის განცდებს, ან ინტროსპექციული განსჯის წუთებსაც კი, რომლებიც დეპრესიას ესაზღვრება. როდესაც მყარდება კავშირი თქვენს უმაღლეს მესა და თქვენს ემოციურ მდგომარეობას შორის, თქვენი გრძნობები შეიძლება სწრაფად გამძაფრდეს. ემოციური ინტენსივობის ამ მომენტებში მნიშვნელოვანია მათი აღიარება როგორც თქვენი შინაგანი ტრანსფორმაციის ძვირფასი ინდიკატორებისა, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა კავშირს წარმოშობს თქვენს უმაღლეს მესა და თქვენს ემოციურ სამყაროს შორის. ამგვარად მივადექით შემდეგ ნიშანს, საკუთარ პირად სივრცეში ნუგეშის პოვნას. შეგიმჩნევიათ თუ არა მარტოობისკენ მზარდი მიდრეკილება. თითქოს საკუთარი ფიქრებისა და ემოციების დალაგება გჭირდებათ.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შორდებით გარკვეულ სოციალურ ინტერაქციებსა და აქტივობებს, რომლებიც ოდესღაც სიამოვნებას განიჭებდათ. მაგრამ საკუთარი თავის იზოლირების ეს ერთი შეხედვით უჩვეულო სურვილი სინამდვილეში ჩვენი უმაღლესი მეს ფაქიზი ძახილია. ჩვენი უმაღლესი მე ჩვენთან დაკავშირების მცდელობისას შეიძლება ნაზად გთხოვდეს მეტგანმარტოვებას. ამ პერიოდში შესაძლოა ნაკლებად იყოთ ჩართული გარე სამყაროსთან და მეტად ფოკუსირდეთ თქვენს შინაგან სამეფოზე. მიუხედავად იმისა, რომ იზოლაცია ზოგჯერ შეიძლება დამამბნეველიც იყოს, ის გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ხელახლა დაუკავშირდეთ ჩვენი არსებობის სულიერ განზომილებებს. რაც უფრო მეტად მივიღებთ ამ მარტოობას, მით უფრო სწრაფად გამოვლინდება კავშირი ჩვენს უმაღლეს მესთან. ახლა გადავიდეთ ბოლოს წინა ნიშანზე. ეს არის მედიტაციის რეგულარული პრაქტიკა. გიგრძნიათ თუ არა მედიტაციისადმი მზარდი მიდრეკილება, რაცა დრო გამოყოთ ჩუმი ინტროსპექციისთვის. მედიტაცია ემსახურება როგორც ხიდს ფიზიკურსა და სულიერს შორის, რაც საშუალებას გვაძლევს დროებით მოვწყდეთ მატერიალურ სამყაროს და ჩვენი სულიერი მე ფოკუსში მოვაქციოთ. ეს მიდრეკილება შეიძლება სწორედ იმას ნიშნავს, რომ თქვენი უმაღლესი მე კომუნიკაციას ცდილობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც განმიცდია მედიტაციისკენ ეს სლტოლვა. თითქოს ვგრძნობ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმო ამ პრაქტიკას. ამის მხოლოდ სიტყვებით ახსნა რთულია, მაგრამ ეს არის რაღაც, რაც შიგნიდან მოდის და მომიწოდებს. მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავს, აწმყოს და ჩემსავე არსს. სწორედ ამიტომ ამჟამად კიდევ უფრო მეტად ვუძღვნი თავს მედიტაციას, რადგან ეს არის პრაქტიკა, რომელიც მამშვიდებს და მაქცევს უფრო აქ და ახლა მყოფად. თითქოს სრულყოფილი და მთლიანი ვხდები, როდესაც ამას ვაკეთებ. მედიტაცია ასევე სასიცოცხლო როლს თამაშობს იმ ზედმეტი ბარგისა და ურთიერთობების აღმოფხვრაში, რომლებიც აღარ ემსახურება ჩვენს სულიერ ზრდას. ის უზრუნველყოფს კარიბჭეს უმაღლეს სამყაროებისკენ, სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ ნუგეში დეპრესიის, შფოთვისა და სტრესისგან. ამ უმაღლეს განზომილებებთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ღირებული შეცნობები და გააუმჯობესოთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავების უნარი. უკანასკნელი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ნიშანი არის შთაგონებისა და ენთუზიაზმის საოცარი განცდა ჩვენი ცხოვრების მიმართ. შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ეს ტრანსფორმაციული ცვლილებები არის პირდაპირი შედეგი თქვენი უმაღლესი მესთან კავშირისა. ამ კავშირის გაღრმავებასთან ერთად ჩვენ ვხდებით უფრო შემოქმედებითები, ჩვენს მიზნებზე ფოკუსირებულები და საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ მიდრეკილნი. ეს გაძლიერებული კავშირი ხელს უწყობს ღია გონების ჩამოყალიბებას და გვაძლევს გამბედაობას თვალი გაუსწოროთ ჩვენს გზაზე აღმოცენებულ გამოწვევებს. საბოლოოდ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეშვებით ახალ ჰორიზონტებს. იქნება ეს ბიზნესის დაწყება, სახლის აშენება, ახალ ურთიერთობებში შესვლა თუ თამამი მეწარმეობრივი რისკების გაწევა. დამაინტრიგებელია, არა? თქვენი უმაღლესი მეს გამოღვიძებას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს ღრმა ტრანსფორმაცია თქვენს ცხოვრებაში, რაც საშუალებას მოგცეთ შეისწავლოთ უცნობი ტერიტორიები და შეიგრძნოთ სამყარო განახლებული ენერგიით და მიზნით. ეს მხოლოდ რამდენიმე ნიშანია, რომლებიც შეიძლება ჩვენი უმაღლესი მეს ძახილს წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა არსებობდეს კიდევ უფრო მეტი ნიშანი, რადგან ეს არის ძალიან ღრმა და კომპლექსური თემა, რომლის ინტერპრეტირებაც სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგრამ ვისურვებდი დაფიქრდეთ ამ ნიშნებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ გავლენა მოახდინონ თქვენი უმაღლესი მესთან კავშირზე. ასე რომ, დაუთმეთ მეტი დრო ფიქრსა და ინტროსპექციას, რადგან ეს მომენტები არის უნიკალური და განსაკუთრებული, რაც მხოლოდ აძლიერებს თქვენს კავშირს თქვენს უმაღლეს მესთან. ვიმედოვნებ, რომ ეს შინაარსი დაგეხმარებათ და ნათელს მოვფენს თქვენს მოგზაურობას. გმადლობთ, რომ შემომიერთდით ამ გზაზე. თუ ამ ვიდეომ თქვენში გამოძახილი პოვა, გირჩევთ მოიწონოთ ის და გამოიწეროთ ჩვენი არხი. გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც, რათა მათაც მიიღონ სარგებელი ამ გზავნილისგან და არ დაგავიწყდეთ დატოვოთ კომენტარი ქვემოთ, რათა გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, მოსაზრებები და გამოცდილება. კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურებისთვის და თავს გაუფრთხილდით. მალე შევხვდებით.